ჩვენ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ადამიანის წვალება, იმიტომ რომ შეხედოთ ქართულოსნის პოლიტიკას, ყველანაირი წვალება, ხან ჯარიმებით გვაწვალებენ, ხან გადასახადებით, ხან შეზღუდვებით, ხან პირდაპირ როგორც იჭერენ ხალხს, როგორც ბოლო ტალღა მიდის და უამრავი ადამიანი დაეჭირა და ციხეები გადაივსო. ანუ დააკვირდეთ წინამთავრობას, ის გამოირჩეოდა, ასე თქვა, თავისი წვალებისკენ მიდრეკილებას, იმის წინამთავრობას გამოირჩეოდა. სიამოვნებაში მთელი ჩვენი პოლიტიკა არის, ვინ როგორ აწვალებს ხალხს და იმით ტრავახობენ ჩემი კოლეგები, ვინ უფრო მეტად აწვალებს, ვინ უფრო ნაკლებად აწვალებს. და ჩვენ გვინდა ეს წვალება დავასრულოთ მაგალითად და თავაზობთ ადამიანს, მოდი კარგად ვიცხოვროთ, იმაზე ვფიქროთ, როგორ გამდიდრდეთ, როგორ, აი ვიცი, სიზმრით კი არ ველაპარაკოთ თქვენს არამედ. აი როგორ აპირებთ ამ ბიზნეს მიღწევას ახლა რაც საუბრობთ. გამდიდრება ძალიან მარტივია, ამისთვის თავრობა არ უნდა უშლიდეს ხალხს გამდიდრებაში, არ უნდა ძარცავდეს გადასახადებით, არ უნდა ზღუდავდეს მის საქმიანობას რეგულაციებით და ზოგადად რაც უფრო ნაკლები იქნება თავრობა ჩათული ადამიანის ცხოვრებაში, მით უკეთესია, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ერთბაშად და ერთდროულად და იმიტომ რომ მე ეს მინდა. ეს უნდა იყოს ხალხის მიერ გაცნობიერებული, რომ აი მზრუნველი მთავრობის იდეა ბოროტება, რომ ყოველჯერზე იმისი მეტად არის ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ირაკლი კობახიძე ან ვინმე სხვა მასზე იზრუნებს, გლეხი იქნება ეს, აი ვიცი, რაღაც დაავადებით შეწუხებული ადამიანი თუ ასე შემდეგ. აი სანამ ვერ მიხვდება, რომ არ შეიძლება მთავრობის იმედად იყო და საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ, უფრო მეტი ფული უნდა გქონდეს და არა უფრო ნაკლები ფული უნდა გქონდეს ბიუჯეტს. უფრო ნაკლებად უნდა ვიძარცვებოდეთ ეროვნული ბანკის მეშვეობით, რომელიც წლების ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ვეშტავს. აი ეს არის როგორ უნდა გამდიდრდეთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ბევრმა ადამიანმა ეს გაიგოს და უნდა გამოვიდეს ამ სიძულვილის რაღაც წრიდან, იმიტომ რომ ორივე მხრიდან თუ დააკვირდებით, საბოლოო სიძულვილი მაინც გრძელდება და არანაირი რაღაც ჯერჯერობით ისინი მოკლევადიანი იმედი რომ დასრულდება არ მაქვს, მაგრამ თუ ხალხს მობეზდება რომ მას აწვალებენ და მოუნდება თუ კარგი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში არჩევანი ყოველთვის ექნება როგორც ბოლო წლები ქონდა.